მოგესალმებით ყველას. დღევანდელი ჩვენი მთავრობის ცნობა ოდნავ განსხვავებულ ფორმატში წარიმართება. ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობთ ზოგადად სატრანსპორტო პოლიტიკაზე, განსახორციელებელ რეფორმებზე, გასაკეთებელ პროექტებზე. ჩვენ სატრანსპორტო პოლიტიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მეტროს. წელს თბილისის მეტროს გახსნიდან 60 წელი შეუსრულდა, რომელთან დაკავშირებით ხვალ საზეიმო ღონისძიება გაიმართება. მე არ დავიწყებ ახლა იმაზე საუბარს, თუ რა მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა აღნიშნული მიმართულებით, რა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, პროექტები განმახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში და რა გამოწვევებს ვეჯახებით დღემდე, როცა საქმე სწორედ მეტროს სადგურების რეაბილიტაციას, განახლებას, გამართულ მუშაობას ეხება. დღეს მინდა ვისაუბრო იმ განვლილ 60 წელზე, რომელმაც ჩვენი ქალაქის სატრანსპორტო სისტემის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. თბილისის მეტრო 1966 წლის 10 იანვარს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. თქვენ იცით, რომ უამრავ ადამიანს ემსახურება მეტრო დღის განმავლობაში, შეიძლება პირდაპირ ციფრები ვთქვა, დაახლოებით 500,000 ადამიანი გადაყავს დღის განმავლობაში. თბილისის მეტროს ფუნქციონირებაში და შეუფერხებელ მუშაობაში სულ 2800-მდე თანამშრომელია ჩართული, რომელთაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო. მეტროს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გვინდა საპატიო თანამშრომლის წოდება მივანიჭოთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის 17 თანამშრომელს, რომელთაც სპეციალური სიგელები გადაეცემათ. დღეს ეს ადამიანები აქ არიან წარმოდგენილნი. ყველას მეგობრებო, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გაწეული საქმიანობისთვის, შრომისთვის, პროფესიონალიზმისთვის, იმისთვის, რომ სიყვარულით და პატიოსნებით ემსახურებით დღემდე ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს და ემსახურებით ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. მე ახლა გამოვაცხადებ ინდივიდუალურად იმ 17 თანამშრომელს, რომელთაც საპატიო თანამშრომლის წოდება გადაეცემათ. ბატონი თამაზ ნაყოფია, გაერთიანებული სახელოსნოს უფროსის მოადგილე, მადლობა თქვენ. ბატონი ბადრი კაპანაძე, ელექტროდეპო გლდანის ნომერ მე-5 აწევითი საამქროს უფროსი ოსტატი, მადლობა. ბატონი ლევან ხარაიძე, ელექტრომექანიკური სამსახურის ელექტრომექანიკური დისტანციის უფროსი, მადლობა. ბატონი თამაზ შათირიშვილი, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ მოვიდა დღეს, მინდა ბატონ თამაზ მადლობა გადაუხადო. ემზარი გოგაძე, მოძრაობის სამსახურის უფროსის მოადგილე, მადლობა. ბატონი ვასილ ბიჭაშვილი, ელექტროდეპო ნაძალადების ნომერ მე-4 აწევითი საამქროს უფროსი, მადლობა მინდა მოგახსნათ. ბატონი ხვიჩა ქადაგიშვილი, სალიანდაგო და გვირავნაგებობათა სამსახურის ექსპლუატაციის უფროსი, მადლობას მოგახსენებთ. ბატონი კობა ქველაძე, ელექტროდეპო ნაძალადების ნომერ 2 საექსპლუატაციო საამქროს ხაზის მემანქანე, მადლობას მოგახსენებთ. ქალბატონი მედეა ბაქრაძე, გენერალური დირექტორის აპარატის არქივის წამყვანი სპეციალისტი, მადლობას მოგახსენებთ ქალბატონი მედეა. ქალბატონი ლიანა კოშაძე, ბუღალტერიის ფულადი სახსრების მოძრაობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, მადლობას მოგახსენებთ. ბატონი ავთანდილ ჭედლიშვილი, ლაბორატორიული ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიის კოროზიისა და წინაღობის გაზომვის სპეციალისტი, მადლობას მოგახსენებთ ბატონო ავთანდილ. ქალბატონი ლუიზა ღონღაძე, შიდა მონიტორინგის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების ვიდეო მონიტორინგის ინსპექტორი, მადლობას მოგახსენებთ ქალბატონო ლუიზა. ბატონი ავთანდილ ხუჭუა, სიგნალიზაციის და კავშირგამბულობის სამსახურის სარემონტო ტექნოლოგიური დისტანციის უფროსი, მადლობას მოგახსენებთ. ბატონი მურთაზ მამუჩაშვილი, ექსპლუატაციის სამსახურის ექსპლუატაციის ზედამხედველობის განყოფილების დეფექტოკოპიის ლაბორატორიის ოპერატორი, მადლობას მოგახსენებთ. ბატონი ბესიკ ხარატიშვილი, თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, მადლობას მოგახსენებთ ბატონი ბესიკ. ბატონი იური
გაბელია. ძალიან დაგოდა გვირაბ ნაგებობათა სამსახურის ლიანდაგის მონიტორინგი. მადლობას მოგახსენებთ. ქალბატონი მერი კობახიძე. ელექტროდეპო ნაძალდების უფროსის გამწესებელი. მადლობას მოგახსენებთ ქალბატონო მერი. გარდა ამისა, მეგობრებო, ხვალინდელ საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტი ღირსების ორდენით დააჯილდოვებს თბილისის მეტროს 9 ვაწმოსილ თანამშრომელს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მეტროს საქმიანობაში, განვითარებაში და გამართულ მუშაობაში. ჩვენ ამ მიმართულებით კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, დარწმუნებული ვარ, თითეული თქვენგანის ჩართულობით, პროფესიონალიზმით და საქმისადმი ერთგულებით ყველა გამოწვევას გაუმკლავდებით და ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხებთ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და წარმატებები გისურვოთ შემდეგ საქმიანობაში. ჩვენ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, საკმაოდ ამბიციური პროექტები გვაქვს და რა თქმა უნდა ამ ყველაფრის განხორციელებას და გაკეთებას ვაპირებთ თქვენთან ერთად. მეგობრებო, როგორც იცით, წელს დედაქალაქს აქვს უპრეცედენტო მოცულობის ბიუჯეტი, რომლითაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. თუმცა ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ბიუჯეტი, რომელიც იქნა შეთანხმებული, ეს არ იქნებოდა საბოლოო და მოხდებოდა ბიუჯეტის გაზრდა. მიმდინარე თვეს უკვე განხორციელდა ცვლილება თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში და დედაქალაქის 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს დაემატა გასული წლის ნაშთი 17 მილიონი ლარი. ამჯერად კიდევ ერთი ცვლილება შედის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის დადგენილებაში. კონკრეტულად 2026 წლის 1 იანვრისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული გარდამავალი ნაშთისა და 2025 წელს მიღებული გადაჭარბებული შემოსავლებით 273 მილიონ 860,100 ლარის გამოყენების და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით. ამ თანხიდან ზუსტად 190 მილიონი ლარი არის დამატებით შემოსავლებიდან მიღებული თანხა, რაც ძალიან კარგია, ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა ასევე გითხრათ, რომ აღნიშნული ცვლილებების თანახმად გრანტების ნაწილში სხვა კაპიტალური გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იზრდება 22 მილიონ 560,000 ლარით. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა იზრდება 296 მილიონი ლარით და შეადგენს 2 მილიარდ 506,978,300 ლარს. აღნიშნულის გათვალისწინებით მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია თუ როგორ იქნება თანხები გადანაწილებული, რა პრიორიტეტები გვაქვს განსაზღვრული და ამასთან დაკავშირებით მოგაწოდეთ ინფორმაციას. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აღდგენას 68 მილიონ 292,800 ლარი დაემატება. ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება ჩანაცვლება 123 მილიონ 719,200 ლარი, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება 15 მილიონ 752,500 ლარი, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა 350,000 ლარი, ბინადმე საკუთრეთ ამხანაგობის განვითარება 6 მილიონ 411,300 ლარი, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა დაახლოებით 8 მილიონი ლარი, განათლება 51 მილიონი ლარი, კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა 18 მილიონი ლარი, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება 3 მილიონ 361,500 ლარი, თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები 1,303,000 ლარი. წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია მეტროს 14 ვაგონის მოდერნიზება, განახლება. პარალელურად იცით, რომ შესყიდვა განხორციელებულია და 2026 წლიდან უნდა დაიწყოს სხვა ახალი ვაგონების მოწოდება, თუმცა მანამდე იმისთვის, რომ ვაგონები გამართულად მუშაობდეს და ემსახურებოდეს დედაქალაქის მოსახლეობას, 14 ვაგონის მოდერნიზაცია განხორციელდება და პარალელურად აგვემატება ახალი ვაგონები, რომლის შესყიდვაც განხორციელებულია.
გარდა ამისა, დავიწყებთ ნაძალადების დეპოს რეაბილიტაციას, განსაზღვრულია 5 მილიონი ლარი ამ მიმართულებით, 4 საბავშვო ბაგაბაღის მშენებლობა რეაბილიტაცია, 11 მილიონ 400,000 ლარი არის განსაზღვრული. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული სახლების გამოსყიდვა 10 მილიონი ლარი, ასევე ფილტვის სკრინინგის პროგრამა 3 მილიონი ლარი დაემატება. ჩვენ რა თქმა უნდა ასევე გავაგრძელებთ იმ დაწყებულ პროექტებს, მივიყვანთ ბოლომდე, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ, ასევე გეგმავთ წელს უკვე უშუალოდ სამუშაოები განხორციელდეს ისტორიულ თბილისში, სულხან საბას სრული რეაბილიტაცია, ინგოროხვას ქუჩის სრული რეაბილიტაცია განახლება და იქ არსებული შენობა ნაგებობების სრული რეაბილიტაცია და მოწესრიგება. როგორც ხედავთ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი 2026 წელს, აქ რა თქმა უნდა თითოეული თბილისელის მხარდაჭერა თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მიცით მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს თან ზდევს გარკვეული დისკომფორტი, შემაწუხებელია, მაგრამ ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი ქალაქისთვის, კეთდება ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის და თქვენი მხარდაჭერა როგორც ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის, ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ 24 საათიან რეჟიმში მუშაობას და ქალაქისთვის საუკეთესო პროექტების განხორციელებას. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, მინდა წარმატებები გისურვოთ. როგორც საუბრის დასაწყისში აღნიშნე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, განვახორციელებთ თუნდაც მეტროს მიმართულებით საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს ჩვენი ქალაქისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა და გისურვებთ წარმატებებს.